ოლიგარქის მთავრობა ოკუპანტის სამსახურში უკრაინის სამხედრო დაზვერვამ სკანდალური სქემა გამოაშკარავა. ირკვევა, რომ საქართველოსა და აფრიკაში რუსეთის შეერაღებული ძალების კომუნიკაციის ტერმინალები მუშაობს. ომში მყოფი ქვეყანა ავრცელებს სპეციალურ რუკასაც, სადაც მათი მტკიცებით ტერმინალების უდიდესი ნაწილი კიევის კონტროლირებულ ტერიტორიაზეა, თუმცა ერთი ტერმინალი საქართველოს ტერიტორიაზე აღენიშნება, ორი კი აფრიკის. ნინი ბალანჩივაძე გვეტყვის ვრცლად რა ტიპის დანაშაულთან და სკანდალთან გვაქვს საქმე, ნინი გისმენთ. დიახ, საუბარი არის სქემაზე, რომელიც საყურადღებო და ძალიან შემაშფოთებელი არის სამხედრო ექსპერტებისთვის. უკრაინულმა მხარემ გაავრცელა სწორედ ეს ინფორმაცია და დაზვერვის ინფორმაციით რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური დაცული კომუნიკაციების ტერმინალი არის გამოაშკარავებული. საუბარი არის უკრაინასთან ფრონტის ხაზის გასწვრივ ტერიტორიაზე, ასევე აფრიკის კონტინენტზე და მათ შორის ამ ინფორმაციაში რუკაზე მონიშნული არის საქართველოს თბილისის მიმდებარე ტერიტორია. ეს არის ის მოკლე ინფორმაცია, შეიძლება ითქვას, რომელსაც ავრცელებს უკრაინული მხარე, თუმცა საკმაოდ საყურადღებო და მნიშვნელოვანი არის. ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ იმას და საუბრობენ იმაზე, რომ მეტი ინფორმაცია არის საჭირო, როდესაც საქმე ეხება ასეთ სქემას, თუმცა უკვე ამ ინფორმაციიდან გამომდინარე ისინი აკეთებენ კონკრეტულ დასკვნებს. ნაწილი მათგანი ფიქრობს, რომ შესაძლოა აქ საუბარი იყოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რომ ეს ლოგისტიკური ცენტრები სწორედ იქ იყოს განთავსებული, თუმცა მეორე ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ ეს შესაძლოა იყოს მაგალითად დედაქალაქში ან სხვა დიდ ქალაქებში და ეს იყოს ერთგვარი კომუნიკაციის ქსელი, რომელთან დაკავშირებითაც ოცნების ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ახსნა-განმარტებები, ვინაიდან ეს ინფორმაცია თუ დადასტურდა, მაშინ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ნამდვილად სკანდალთან, ვინაიდან ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ რუსეთს საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამ ქსელების მეშვეობით ეხმარება და ასევე იმ ინფორმაციაში, რომელსაც აქვეყნებს უკრაინული მხარე, საუბარია იმაზე, რომ მათ აქვთ დეტალური ინფორმაცია რუსი ოკუპანტების გეგმებთან დაკავშირებით და მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება მათი ლოკაციების გასაჯაროებაზე და ასევე განადგურების შესახებ და ამ შემთხვევაში იგულისხმება თუ არა კიბერთავდასხმა თუ რა კონკრეტული მექანიზმები იქნება და გამოყენებული უკრაინული მხარის მხრიდან, ეს ჯერჯერობით უცნობი არის, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში სამხედრო ექსპერტები ახლა ელოდებიან ახსნა-განმარტებებს ოცნების ხელისუფლების მხრიდან. ყველა ვარიანტი შემაშფოთებელია, მიუხედავად იმისა, ამოცანათა რა სპექტრს განახორციელებს ეს საკომუნიკაციო ტერმინალი. ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ფაქტიურად ჩვენი ტერიტორია გამოყენებულია სხვა ქვეყნის წინამდებ ომის წარმოებაში. ომი არ არის მხოლოდ ტანკების ან ავიაციის სირბილი, წინ და უკან ომი არის მართვა და მართვის უზრუნველყოფა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად ამ ტიპის მხარდაჭერა ნიშნავს ფაქტიურად ამ ომში მონაწილეობას. დროებით ოკუპირებული ტერიტორიების თავის სხვა ხიბლი აქვს, ანუ ეს არის იზოლირებული ტერიტორიები, მაგრამ მათ არ აქვთ საკომუნიკაციო ღირებულება, ხო? ანუ ამ ტიპის ღირებულებას წარმოადგენს საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორია, რომელსაც კარგად განვითარებული საკომუნიკაციო საშუალებები აქვს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საკითხი ეხება ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთის ტერიტორიაზე ოკუპირებულ საოკუპაციო ჯარის მიერ შექმნილ ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას. მსგავსი ინფრასტრუქტურა მათ ჰქონდათ დონეცკის და ლუგანსკის რეგიონშიც სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე. ეს შეიძლება გულისხმობდეს რუსული საოკუპაციო ჯარის მიერ ლოგისტიკური ოპერაციის განხორციელებას, ელექტრონული დაზვერვის ცენტრებს ან თუნდაც კიბერშესაძლებლობებს. საქართველოსთან დაკავშირებული მონიშნვის არეალიც არის დასაზუსტებელი, იმიტომ რომ 20% ოკუპაციის პირობებში საქართველოსთვის ცნობილია, რომ რუსეთს სამხედრო ბაზები აქვს უკანონოდ განთავსებული ოკუპირებულ ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონებში და მით უფრო ის, რომ ეს ორივე ოკუპირებული ნაწილი საქართველოსი შედის რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში. შესაბამისად არ ვფიქრობ, რომ ეს ინფორმაცია საკმარისია იმისთვის, რომ გარკვეული ანალიზი მოხდეს. უკრაინის დაზვერვის განცხადებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ სანამ რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გაგრძელდება, მტერს არ ექნება უსაფრთხო ადგილი მსოფლიოს არც ერთ კუთხეში და ინფორმაცია, როგორც უკვე გითხარით, რომელსაც ავრცელებს უკრაინული მხარე, არის საკმაოდ სკანდალური და შესაბამისად ახლა მათ შორის სამხედრო ექსპერტები ელოდებიან ახსნა-განმარტებებს ოცნების ხელისუფლების მხრიდან, რა სიტყვიან ამ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან როგორც უკვე გითხარით, დაზვერვა ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური
სპეციალური დაცული კომუნიკაციების ტერმინალი გამოაშკარავდა. ეს ეხება უკრაინის ფრონტის გასწვრივ ტერიტორიას, აფრიკის კონტინენტს და ასევე რუკაზე მონიშნული არის საქართველოც.